საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ საღამოს გისურვებთ ყველას. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი გვერდი, მოგწონთ ჩემი ვიდეოები. თქვენზე კარგად მოქმედებს და ამის გამო აქტიურობთ ჩემს კომენტარებში, ჩემი ვიდეოების კომენტარებში. ძალიან მახარებს ხოლმე ეს ფაქტი, რომ ჩემი ტაროს გაშლები თქვენზე მოქმედებს, თქვენს განწყობაზე, თქვენს რეალობაზე მოქმედებს კარგად, ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემთან პირადი სესიები არის პირადი გაშლები, უბრალოდ ორი ტაროს გაშლა, უბრალოდ ორი კითხვა, ამერია, ორი კითხვა არის 15 ლარი და თუ გნებავთ ზოგადი ვრცელი გაშლა, არის 60 ლარი. კონკრეტულ ერთ საკითხზე. ასევე კოუჩინგური სესიები, ვისაც გაინტერესებთ, ეს ამაში შედის მეტაფორული ბარათებიც, ასევე ტაროთი კონსულტაციაც, ანუ ყველაფერი შედის ამ კოუჩინგურ სესიებში. ერთი სესიის ფასი არის 30 ლარი. კი ბატონო, დავიწყოთ მაშინ ჩვენი დღევანდელი გაშლა და საკითხი თემა იქნება ასეთი. გავიგოთ, გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ. ანუ გაშლა ეხება ისეთ ურთიერთობას, ვისთანაც არის დაპაუზებული, ან თუნდაც დასრულებული და თუ ისევ აღდგება და გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. ჯერ გავიგოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ აი ახლა. ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში ხართ თქვენ? გავიგოთ. რომ მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ თქვენ? ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. საინტერესო. ვიტყოდი აი ერთ რამეს, ეხლა რაც მომდის, ასე უცებ, არის დაფიქრების, აი დაფიქრების ენერგიებში ხართ, ფიქრობთ რაღაცას, ჩაფიქრებული ხართ, გონებით აანალიზებთ თქვენ სიტუაციებს, ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა გაქვთ რაღაცაში, შეიძლება გქონდეთ რა მომენტი, იცით? აი რაღაცა შინაგანი შფოთვები და გჭირდებოდეთ ის, რომ შინაგანად დამშვიდდეთ და დაალაგოთ ყველაფერი თქვენს შიგნით. გარეთ ვფიქრობ, რომ აი გარდან არაფერი არ ხდება ისეთი, რომ ასეთ შფოთვებში იყოთ, მაგრამ შინაგანად რაღაცა შეიძლება წარსულიდან გადმოყოლილი, ან ძალიან ბევრი ფიქრი გაწუხებთ ზოგადად და აი აქედან გამომდინარე გაქვთ ეს შინაგანი შფოთვები. ვიღაცებს აი რაღაცა გადაუწყვეტლობა, თქვენი გული და გონება ვერ ეთანხმება ერთმანეთს და აი რაღაცნაირად ხართ გაურკვევლობაში, მოკლედ. ესეთ ენერგიებში ხართ და ყურადღება უმეტესად გადატანილი გაქვთ თქვენს სამსახურზე, შემოსავლებზე, ფიქრობთ შემოსავლებზე, რომელიც ცოტა შეიძლება იყოს თქვენს კარიერაში და სამსახურ, აი რასაც აკეთებთ ზოგადად, შეიძლება რაღაცა მომენტი, რაღაცას ელოდებით და აი ეს რაღაცა დროში გაიწელა ძალიან. ასევე საკმაოდ ისეთ ენერგიებში ხართ, რომ ცდილობთ ემოციები დააბალანსოთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში რაღაცა იმიჯი შეიქმნათ, სახელი მოიპოვოთ, აი რაღაც ესეთ ენერგიებში ხართ. უფრო მეტად ხართ თქვენს კარიერაზე, მე ვფიქრობ, თქვენს კარიერაზე გადართული.
უფრო მეტად კი. აი ესეთ ენერგიებში და ძალიან ბევრს ფიქრობთ. აი უფრო მეტად რეზონირდება ისეთ ადამიანებზე, ვინც ხართ ესეთ ენერგიებში, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ, აი ჩაფიქრებულები ხართ და ცოტა მოქმედება დროში ჭიანურდება, ვერ ვიტყვი რომ აი ძალიან ენერგიულად ხართ აი ამ წუთას. კი, აკეთებთ თქვენს საქმეს, არ ჩერდებით, შრომობთ ბევრს, მაგრამ აი თითქოს რაღაც ეს თქვენი შრომის შედეგი დროში ჭიანურდება. აი ესეც სიტუაციაში ხართ ამ წუთას. კარგი. გავიგოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. გადმოდგამს თუ არა თქვენსკენ ნაბიჯებს. ახლო მომავალში ესე ვთქვა და ეს ახლო მომავალი 2-3 თვე, მეტი არა. მეგობრებო, მე არ მიყვარს ზოგადად ესე წლებზე და ბევრ თვეებზე გაწელილი პროგნოზები. 2-3 თვეში თუ გადმოდგამს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. ჩაიფიქრეთ, თქვით მისი სახელი და გვარი გულში და გავიგოთ ეს პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, ექნება ნაბიჯები თქვენსკენ ამ პიროვნებას. მერტე ჩემო. საინტერესო. ვაუ. მოდი ჯერ ვიტყვი სიტუაციას, ხო? თქვენ შორის სიტუაცია რა არის? რა თქმა უნდა, როგორც თავიდან თქვი, არ ხართ ამ წუთას ერთად, არ გაქვთ იმდენი კონტაქტი, ან საერთოდ არ გაქვთ კონტაქტი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა, იცით? აი რაღაცა ძალიან ძირფესვიანი ცვლილებები მიმდინარეობს ამ ურთიერთობაში. ვიტყვი იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი გრძნობებით არის თქვენს მიმართ გამსჭვალული, აი თქვენ ხართ მისი როგორ საყვარელი ქალი, მისი საყვარელი ადამიანი, შეყვარებულია თქვენზე ეს პიროვნება ჩვეულებრივად, მაგრამ შეიძლება გარეგნულად საკმაოდ ისეთი მკაცრი იმიჯი ქონდეს რა და ცოტა ეს ემოციების გამოხატვა უჭირდეს ამ პიროვნებას, მაგრამ სამაგეროდ თქვენ ხართ ძალიან ემოციური, მზრუნველი, მის თვალში ემოციური, მზრუნველი, აი რაღაცნაირად ისეთი ყურადღებიანი ადამიანი მისთვის და ის ადამიანი არის საკმაოდ ისეთი მიწიერი, უფრო ნაკლებად რომანტიული, შეიძლება რაღაც მომენტებში ქონდეს, მაგრამ აი უფრო ისეთი ცოტა მკაცრი შეხედულობა აქვს, სერიოზული რა, უფრო მკაცრიც არის, სერიოზული შეხედულობა აქვს. შეიძლება ფინანსურად იყოს ძალიან მყარად ეს პიროვნება. კაცრავად. ძალიან მყარად რაღაცა, რასაც საქმიანობს, შეიძლება ეს პიროვნება იყოს იმ საქმიანობაში ლიდერი, მართავდეს ამ ყველაფერს, აი საკმაოდ ისეთი ჩამოყალიბებული, სერიოზული პიროვნება არის და ეს ამ ადამიანთან თქვენ ძირფესვიანად გეცვლებათ ურთიერთობა და როგორ იცვლება, ვნახოთ. თუ რადგან ხართ, კი, უпроსტად კი ხართ გადრიალებული ერთმანეთისგან, მაგრამ თქვენ მაინც გაქვთ ეს ემოციები და გრძნობები ერთმანეთის მიმართ და აი თითქოს გამძიმებთ ეს ყველაფერი, ეს გამოუხატავი ემოციები გამძიმებთ. აი ამ ურთიერთობაში ესეთი სიტუაციაა. რაც შეეხება ნაბიჯებს, ამ ადამიანს აუცილებლად ექნება.
საკმაოდ ვიტყვი რომ დროში გაწელილი არ იქნება, საკმაოდ ისეთი სწრაფი ნაბიჯები ექნება, რადგან როგორ სიტუაციაში იცი, აი თითქოს უკვე აღიზიანებს აი ეს მომენტი და ძალიან ძაბავს რაღაცნაირად, რომ რაღაცა უმოქმედობა არის ამ ურთიერთობაში და აუცილებლად გადმოდგამს ნაბიჯებს ეს პიროვნება და რა ნაბიჯებს გადმოდგამს. აბა ვნახოთ ეს პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ. იმპერატრიცა ამოვარდა და დავდებ. როგორც წეგან აღნიშნეთ, თქვენ მისი საყვარელი ქალი ხართ და ახლაც მიჩვენებს იმას, რომ საკმაოდ ვფიქრობ, რომ სერიოზულ ნაბიჯებს გადმოდგამს, მაგრამ გავაგრძელოთ აბა, რადგან იმპერატრიცა ამოტრიალდა მაინც ამოვიღე. გავაგრძელოთ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენსკენ როგორი ნაბიჯები ექნება. აი აქ ხომ მიჩვენებს, რომ დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ხო? აი რას შეცვლის? საინტერესოა. ხო ვიტყოდი ასეთ რამეს, ანუ რადგან ახლა ესეთ გაურკვევლობაში და ბუნდოვანებაშია თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო, ეს ურთიერთობა აუცილებლად დაიცვრება და პიროვნება გამოვა საკმაოდ ემოციებით, რადგან ემოციებით და ვნებებით საკმაოდ მოჯაჭვული არის ემოციურად თქვენზე სხვათა შორის ეს პიროვნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აი ამ ყველაფერს, რასაც თვითონ განიცდის, ხო, იტყვის, აი თითქოს რაღაც ეს ფარავს, გაიგე, აი დამალავს მაინც ამ ყველაფერს, თუმცა ვნახოთ. რამდენად სერიოზულ ნაბიჯებს გადმოდგამს. აქ რა ხდება, მეგობრებო? კი, რა თქმა უნდა, გადმოდგამს ნაბიჯებს. გეტყვით, რომ უნდა მუშაობა ამ ურთიერთობაზე. გეტყვით, რომ ფარხმალი დაყარა თითქოს. იცი როგორი სიტუაცია არის? აი რაღაცა მეც დამაბნია, ძალიან გაურკვევლობაში ეს პიროვნება მოკლედ და ამ წუთასაც იმიტომ არის გაჩერებული, რომ თვითონ აქვს თავის თავში გაურკვევლობა, რაღაცა ვერ ჩამოყალიბდა წესიერად, თქვენთან როგორ მოიქცეს, გაიხსნას, არ გაიხსნას, ის ყველაფერი რასაც გრძნობს გითხრათ, არ გითხრათ, იმიტომ რომ შეიძლება ადრე თუ საუბრობდა ამაზე თქვენზე, ხო, აი თქვენთან აი ამ თავის გრძნობებზე და მე რაღაცა მოხდა თქვენ შორის და დასრულდა, ხო? აი ეს თითქოს რაღაც მის ეგოს შეეხო ეს ყველაფერი, რომ აი თვითონ გულში რაც ქონდა, ყველაფერი ნათქვამი ქონდა თქვენს მიმართ, გამხელილი ქონდა და აი ახლა თითქოს აი დაფარავს ამ ყველაფერს, ბოლომდე არ გაგრძნობინებთ თითქოს, მაგრამ რეალურად აქვს ფარხმალი დაყრილი თქვენს წინაშე, იმიტომ რომ ძალიან მოჯაჭვული არის თქვენზე. და როცა გადმოდგამს ნაბიჯებს, როგორ გადმოდგამს, იცი, აი უკვე რა მომენტში გადმოდგამს, იცით ნაბიჯებს, რომ აი გადავდგავ ნაბიჯებს და რაც იქნება, იქნება. აი რაღაც ესეთი მომენტი აქვს. ასევე იმიტომ დგამს ნაბიჯებს, რომ თვითონ არის ძალიან სულიერად ცუდად, დაცარიელებულია თითქოს შინაგანად ძალიან მოწყენილი და
გამომშრალი რაღაცა ისეთია. თუმცა იცის რომ თქვენ მაინც მის გვერდით იქნებით და რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს თვითონ, აი ესეთი წარმოდგენა აქვს მას. და რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, უფრო სწორად, თქვენ მაინც მის სიახლოვეს იქნებით. აი რაღაც ესეთი მომენტი აქვს და ასევე ვფიქრობ, რომ თქვენ თუ მის სიახლოვეს იქნებით, აი მომავალში რაღაცა გამონათდება და გამოსწორდება. და ასევე ვიტყვი იმასაც, რომ ვთქვით წეღან რომ ბევრი რამე შეიცვლება, მეთქი შეიცვლება მეგობრებო, ბევრი, აი ტრანსფორმირდება ეს ურთიერთობა თითქოს. და იქნება სერიოზული ნაბიჯებიც, იმიტომ რომ ეს ადამიანი რეალურად ფიქრობს სერიოზულად თქვენზე. ძალიან მონატრების შეგრძნება აქვს უზომოდ. კარგი. კიდევ ნახოთ, აბა, კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ხო. აი ცვლილებები იქნება ზუსტად ეს, მეგობრებო. აი უყურეთ. შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადმოდგას, ისეთ მომენტში გადმოდგას ნაბიჯი თქვენსკენ, რომ თქვენ რაღაცა დახმარება გჭირდებოდეთ და აი ამაში დაგეხმარები შემოგთავაზოთ და ეს რაღაცა გვერდში დგომა იგრძნოთ მისი. აი ესეთი მომენტი ექნება აუცილებლად. შეიძლება ეს შანსი გამოიყენოს, მიხვდით? აი რაღაცა შანსი ჩაუვარდეს ხელში და გამოიყენოს ეს შანსი სათავისოდ. და ნაბიჯები ექნება ძალიან ისეთი სერიოზული, როგორც წაღამ თქვი, იმიტომ რომ იეროფანტი ამოვიდა და ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ ქორწინებაც შემოგთავაზოთ და ეს ყველაფერი მისი დაბრუნება და ესეთი შეცვლილი ფორმატით დაბრუნება ისეთი ფორმატით, სადაც სახელი დაერქმება ურთიერთობას, თუ აქამდე არ ერქვა სახელი, მეგობრებო, მოგიტანთ უდიდეს ბედნიერებას, უდიდეს სისავსის შეგრძნებას, ძალიან თავდაჯერებულობას და მიხვდებით, რომ თქვენ გაქვთ ისეთი შინაგანი ძალა, რითიც მასზე მოქმედებთ ამ პიროვნებაზე. ასევე შეიძლება ძალიან კარგად იმოქმედოს თქვენს ფინანსებზეც. აი ეხლა წაღან თქვენს დახასიათებად, თქვენს ენერგიებს რომ საუბრობთ, თქვენს ენერგიებზე, იქაც ხო ფინანსებზე და კარიერაზე იყო საუბარი და ზუსტად აი მისი ეს დაბრუნება, ესეთი დაბრუნება მოგიტანთ აი სიძლიერეს, შინაგან სიძლიერეს, რომ თქვენ უფრო მეტად გააქტიურდებით თქვენს კარიერაშიც, ფინანსებშიც, აი და ძალიან დიდი სიუხვით შემოგივათ ეს ყველაფერი. ანუ დადებითად იმოქმედებს მისი დაბრუნება თქვენზე. კარგი, რას შემოგთავაზებთ, რომ დაბრუნდება ეს პიროვნება? ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეს პიროვნება რომ დაბრუნდება, რას შემოგთავაზებთ, მეგობრებო? რა შემოთავაზება ექნება? კიდევ რითი დაბრუნდება? ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, აი ეს პიროვნება. რითი დაბრუნდება კიდევ ის პიროვნება, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ორი არკანი ერთხელ დამომივიდა და დავდებ. საინტერესოა. აი კიდევ მიჩვენებს იმას, რომ მეგობრებო, აი ეს გულის ტკივილი ვიღაცასთან შეიძლება რეზონირდეს ისე, რომ შეიძლება იყოს სამკუთხედი, მეგობრებო, სამკუთხედური ურთიერთობა. ან შეიძლება არ იყო მესამე პირი ქალბატონი, ან ვინმე მესამე პარტნიორი, მაგრამ იყო მესამე პიროვნება, რომლის ენების და რომლის ქმედებების გამო თქვენს შორის მოხდა აი ესეთი განხეთქილება და დასრულება, ხო? აი ამის განახლებით და ახალი
ახალი დასაწყისებით მოდის მეგობრებო, მაგრამ ცოტა როგორი მომენტი აქვს, იცით კიდევ, რომ აი ცოტა შიშის მომენტიც აქვს, რომ იმიტომ წეღანაც ვთქვი, რომ ჩამოუყალიბებელია თქო, ანუ არ იცის ჯერ რა, იმიტომაც არის გაჩერებული და ვერ დგავს ჯერ ნაბიჯებს, რომ არ იცის როგორ გადმოდგას ნაბიჯები. ცოტა შიშის მომენტი აქვს და არ იცის რა მოყვება მის ნაბიჯებს. უარყოფა ხო არ მოჰყვება თქვენგან და აი ეს რაღაცები აშინებს. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს. თუმცა კი აუცილებლად აი წამოვა თქვენსკენ წაღა როგორც გითხარით, მალე შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ საკმაოდ ისეთი პიროვნებაა თვითონ აი ურთიერთობებს სწრაფად ვერ წყვიტავს. აი მიყვარხარ, მორჩა დასრულდა და აი всё უნდა ვიქორწინოთ. შეიძლება გადმოდგას ნაბიჯები, მაგრამ ცოტა ეს თვითონ ურთიერთობის ჩამოყალიბება, თავიდან დაწყება და ჩამოყალიბება ესე სწრაფად არ განვითარდება, მაინც რაღაცა დროში გაიწელება იმ ხრივ, რომ მიაღწიოთ რაღაცა სტაბილურობას და ჰარმონიას ურთიერთობაში. ხო. ფანჯერა მაქვს მეგობრებო ღია და ისეთი ხმები შემოდის უკაცრავად თუ ისმის ვიდეოში. კიდევ აი აბსოლუტურად შეიძლება ის მომენტი, კი მეგობრებო, აი ესეთი დეპრესიული სასოწარკვეთილი სიტუაცია, რომელშიც იყავით თქვენც და ისიც, ხო, აი ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება, მეგობრებო, ძალიან სწრაფად დაინგრევა ეს ყველაფერი, რაღაცა მოხდება ისეთი, ეს ადამიანი რაღაცას აი გადაწყვიტავს უცებ მოულოდნელად და აუცილებლად გადმოდგამს ესე გამარჯვებული მოვა თქვენსკენ სიყვარულით და ქმედებებით, რაც მთავარია. თუმცა იცოდეთ მაინც ჩემგან, რომ ვერ ვიტყვი, რომ ეს პიროვნება მაინც არის რაღაცნაირად ბოლომდე ჩამოყალიბებული. შეიძლება გადმოდგას ნაბიჯები, მაგრამ რომ გითხრათ, რომ აი ჩამოყალიბდა და უკვე მოდის რაღაცა გადაწყვეტილებით, მეთქი ვერა. იმიტომ გითხარით წეღან, რომ კი გადმოდგავს ნაბიჯებს, აღდგება ურთიერთობა, მაგრამ შეიძლება აი ამ ურთიერთობის სახელის დარქმებას, გაოფიციალურებას, ან თვითონ რა მდგომარეობამდეც გინდეთ რომ მიხვიდეთ, ხო, აი ამ ყველაფერს მაინც დრო დაჭირდეს, იმიტომ რომ თვითონ ეს პიროვნება საკმაოდ დაბნეულია. საკმაოდ ცივ ენერგიებშია ამ წუთას და როგორც გითხარით, აი ხმლების მეფეთ ამოვიდა ეხლა წარმოიდგინეთ და მოდის შინაგანად აქვს იმდენი სიყვარული და იმდენი ემოცია, რომ ზუსტად მაგის გამო გადმოდგავს ნაბიჯებს, რომ თავს ვეღარ იკავებს პიროვნება, მაგრამ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი შეიძლება თქვენს მიმართ ესე პირდაპირ არ გამოხატოს. თუმცა აი ამას შინაგანად აუცილებლად განიცდის. ის ზუსტად აი ამ მიზეზით გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენსკენ მეგობრებო. ძალიან კარგი, ველოდოთ ამ ადამიანს. ველოდოთ ეხლა ცუდი ნათქვამია, რა თქმა უნდა, დღე და ღამე მასზე არ ვიფიქროთ. ჩვენი საქმეები გვაქვს და დავკავდეთ ამით, რა თქმა უნდა. და ის როცა საჭიროა, სამყარო როცა ჩათვლის საჭიროდ, ის მოვა თქვენთან, მეგობრებო. ჩვენ რა თქმა უნდა, რამდენჯერ გამომეორეს, რა თქმა უნდა. არ ვიფიქროთ დღე და ღამე ამ პიროვნებას და ვეცადოთ, რომ ჩვენს საქმეებზე და ჩვენს თავებზე გადავერთოთ. ეხლა გამოვიყენებ მეტაფორულ ბარათებსაც, მინიშნებების ბარათებიდანაც ამოვიგებ მინიშნებას თქვენთვის. ორ ბარათს ამოვიღებ და ვისთვის რომელი მინიშნება იქნება, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან გამიხარდება, რა მიგანიშნათ აი ამ ბარათებმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო? თქვენს პიროვნებასთან დაკავშირებით გავააქტიურე უკვე მინიშნებების ბარათი და მივიღოთ სწორი პასუხები. აჰა. ეს პირველი მინიშნება, აი ასეთი ბარათი.
ეიფელთან. საინტერესო. დააკვირდით კარგად. და მეორე მინიშნება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. აი ესეთი რაღაც ოთახია, ჯაკუზია, რაღაც სასტუმრო სტილის რაღაც. და მითხარით თუ მიიღეთ რაიმე მინიშნება აი ამ ბარათებიდან. ოღონდ ჩარცეთ თქვენი კრეატიული აზროვნება ყველანაირად და დაფიქრდით, დააკვირდით კარგად ბარათებს და პირველი რაც წამოგივათ, რა გრძნობაც წამოგივათ, ის არის ზუსტად ეს მინიშნება თქვენთვის. მშვენიერი. ეხლა ემოციებსაც ამოვიღებ, მეგობრებო. და ამოიკითხეთ თქვენი ამჟამინდელი ემოციები, რა ემოციებში ხართ ეხლა და ესეც დამიწერეთ, ხო, მეგობრებო, აი ეს და ამ ბარათმა ეს მინიშნება მომცა, და ემოციების დასწიდან ეს ემოცია იყო ჩემი, ამ ბარათის ემოცია, აი ესე. კარგი, რა ემოციებში ხართ ეხლა თქვენ? ეს ერთი იმედია, ბევრი არ ხართ ასეთ ემოციებში. ნუ მე რასაც ვუყურებ, ცოტა ნეგატიურია ჩემთვის. თქვენ როგორ აღიქვავთ, ეგ არის მთავარი. ამ ბარათებს, როგორც იცით, მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს არ აქვს ახსნა განმარტებები. ყველა ადამიანი აღიქვავს სხვადასხვანაირად, მეგობრებო. ეხლა მე ჩემთვის ცოტა ნეგატიურია ეს ბარათი, თქვენთვის შეიძლება არც ისეთი ნეგატიური არ იყოს. ან საერთოდ სხვა ემოციას ხედავდეთ ამ ბარათზე. და მეორე რა ემოციებში ხართ ამ წუთას თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ? აი ეს. დამიწერეთ, მეგობრებო, მეტაფორული ბარათების რომელი ბარათი რა ემოციას ასახავს თქვენში და რომელ ბარათში ამოიკითხეთ თქვენი ამჟამინდელი ემოცია და რომელმა ბარათმა მოგცეთ აი თქვენს ახლანდელ სიტუაციაზე მინიშნება. გელოდებით კომენტარებში, დროებით